გამომდინარე წლის 1 აპრილი 2025 წლის საწარმოს და ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია. აქვე შეგახსენებთ, რომ 31 მარტს ანუ გუშინ 2025 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადახდის თარიღი იყო. რა არის საშემოსავლო გადასახადი მთლიანობაში, როგორია საშემოსავლო გადასახადის გადახდის და ანგარიშწორების წესი, რა სანქციებს ითვალისწინებს დეკლარაციის დაგვიანების წარდგენა, ასევე რა ახალ ინიციატივას სთავაზობს შემოსავლების სამსახური კომპანიებს საერთაშორისო კონტროლებული ოპერაციებისათვის. ამ საკითხებზე ჯობს, რომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან, ბატონ ლევან გებუაძესთან, შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსთან. ბატონო ლევან, მოგესალმებით. ძალიან დიდ მადლობას გიხდით Business Insider-ში მაესტროზე მოგზაურობისათვის. ბრძანდეთ, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინ ერთის მხრივ, მადლობა. თქვენ მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ამ კუთხით აუცილებლად მინდა რომ ჩვენს მაყურებლებს კიდევ ერთხელ განუმარტოთ, თქვენთან ძალიან კარგად განმარტავთ ყოველთვის. ვინ არის 2025 წლის საანგარიშო პერიოდისათვის საშემოსავლო გადასახადის, ასევე მოგების გადასახადის გადამხდელი და რომელ მეწარმე სუბიექტებზე ვრცელდება ზოგადად ეს ვალდებულება, ასევე განაკვეთი მოხდეთ, თუმცა ყველას კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ და როგორი ანგარიშწორების წესი მთლიანობაში რომ აგვიხსნათ ეს ნაწილი უფრო ვრცლად. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისათვის. 2025 წლის ანგარიშო პერიოდზე მეწარმე ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია 31 მარტის ჩათვლით, როგორც თქვენ ბრძანეთ, და ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია უნდა წარმოადგინონ იურიდიულმა პირებმა. მეწარმე ფიზიკური პირების შემთხვევაში ესენი არიან თვითდასაქმებული პირები, რომელთაც ჰქონდათ ვალდებულება ყოფილიყვნენ დარეგისტრირებულები ინდივიდუალურ მეწარმეებად, რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან სამეწარმეო ორგანიზებულ საქმიანობას, მიღებულობენ შემოსავლებს, მოგებას. მათ აქვთ მიღებულ შემოსავლებიდან გამომდინარე სწორედ 31 მარტის ჩათვლით დეკლარაციის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენის და გადასახადის გადახდის ბოლო ვადა. აქ შედიან ასევე, რომ ცოტა გავშალოთ, ფიზიკური პირები, მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებსაც აქვთ მინიჭებული სხვადასხვა შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები, სტატუსები, მიკრობიზნესის გადასახადის განამხდელები, რომლებიც ასევე წარმოადგენენ დეკლარაციას. სამ კატეგორიაში შედიან ასევე მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვიურ დეკლარირებაზე არიან მცირე ბიზნესის გადასახადის გადამხდელები, მათ აქვთ ასევე პასიური შემოსავლები, მაგალითად იჯარიდან მიღებული შემოსავლები, ასევე ცვლილებები იყო განხორციელებული 2025 წელს თებერვლის თვეში, როდესაც მათ მიერ გაწეული სამშენებლო საქმიანობა დაბეგვრას ექვემდებარება ჩვეულებრივი 20%-იანი განაკვეთი ჩვეულებრივი რეჟიმით და საშემოსავლო გადასახადით და მათაც უწევთ დეკლარაციის წარმოდგენის ვალდებულება. ასევე აქ უნდა აღვნიშნოთ ის ფიზიკური პირები, რომლებიც იყვნენ ეწეოდნენ დაქირავებულ შრომას 2025 წელს, ეს არის პირველი დიპლომატიურ დაწესებულებებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, მათაც უწევთ დეკლარაციის წარმოდგენა, რომელთაც გადახდის წყაროსთან არ ჰქონდათ დაბეგვრილი ეს მიღებული შემოსავლები, ვინაიდან დიპლომატიური დაწესებულებები არიან წყაროსთან დაკავების ვალდებულებისგან განთავისუფლებული მოგეხსენებათ, და მეორე კატეგორია დაქირავებულების, ეს არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოში დასაქმებული მოქალაქეები, რომლებსაც ასევე გადახდის წყაროსთან არ დაუკავდათ, მათ ასევე აქვთ ვალდებულება თვითონ დაადეკლარირონ და გადაიხადონ კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი. კი ბატონო, როდესაც ჩვენ საუბრობთ გარკვეული ტიპის შეღავათებზე და ასე შემდეგ, მათ შორის ჩვენ საუბრობთ საშემოსავლო გადასახადის ნაწილი. კიდევ ერთხელ გამოვიტანოთ, ვის არ ეხება საშემოსავლო გადასახადის გადახდა, რა შემთხვევაში არ ეხება და თუ ყავს ეს კატეგორია, როგორც ვთქვით, ყავს. კი, რა თქმა უნდა, შეღავათები ძალიან კანონმდებლობაში საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ძალიან მრავალფეროვანია, მაგალითად დავიწყოთ იმით, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე არის საგადასახადო შეღავათი საშემოსავლო გადასახადში, ზღურული ოდენობის ფარგლებში 1500, 3000, 6000 კატეგორიების და მიხედვით არის საშეღავათო თანხები განსაზღვრული. ასევე
სამეწარმეო საქმიანობა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის პირველადი მოყვანა და მიწოდება სასაქონლო კოდის შეუცვლელად 200,000 ლარამდე განთავისუფლებულია პირველად მიწოდებაზე 200,000 ლარამდე წლიურად განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან. შეღავათები არის ასევე მაღალმთიან საწარმოებთან მიმართებაში 10 წლის განმავლობაში არიან საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლებული. ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრები ფიზიკური პირთათვის შეღავათი არის 6,000 ლარამდე პირადი შემოსავლები ასევე მათაც არ ებიგრებათ საშემოსავლო გადასახადით. მაგრამ უფრო გაუსვევდე ხას რომ აი წერან ახსენე სპეციალური დაბეგრის რეჟიმები მიკრო და მცირე. მიკრო შეღავათიანია, იმიტომ რომ 30,000 ხდება რა თქმა უნდა 30,000 ლარამდე წლიური შემოსავალი საერთოდ არის განთავისუფლებული საშემოსავლო გადასახადისაგან, მაგრამ როგორც კი გადააჭარბებს ბრუნვა 30,000 ლარს, მათ შეუძლიათ ისარგებლოთ უკვე შემდგომი საშეღავათო რეჟიმით, ეს არის მცირე ბიზნესი. მცირე ბიზნესი იბეგრება 1-3% მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე, აღრიცხვაც მარტივი არის, არ უწევთ რაიმე რთული ბუღალტერიის წარმოება, ანგარიშგება მარტივი არის, ყოველთვიური დეკლარაციის წარმოდგენა უწევთ და მიღებული შემოსავლების 1-3% დაბეგრა. აქ უბრალოდ ხაზი გაუსვათ, რომ მცირე ბიზნესისათვის დასაშვების ზღვარი არის 500,000 წლიური ბრუნვა, ხოლო ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ 100,000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მცირე ბიზნესის სტატუსის გადასახადის განმხილებს უჩნდებათ ასევე დამატებული ღირებულებების, ანუ DGS-ს ჩვენ ვალდებულება. კი ბატონო, მართლაც ძალიან ვრცელია ეს არის სადაც საგადასახადო შეღავათები ამ კუთხით, რაც მნიშვნელოვანი სტიმულია ერთხელ მცირე საშუალო ბიზნესს, მეორე ხელ ფიზიკური პირების, რომელიც სამწარმოო საქმიანობას ეწევიან. აუცილებლად მინდა კითხოთ იმ საწარმოებზე, რომლებსაც აქვთ მოგების ყოველთვიური გადასახადი ამ ნაწილში, რომელ საწარმოებს უწევთ, ასე ვთქვათ, ეს ნაწილი და მეორე ხელ აქ რა შეღავათებზე შეიძლება ვისაუბროთ და მუდმივად ახლა რამოდენიმეჯერ ვახსენეთ სიტყვა დეკლარაცია. რა ხდება იმ დროს თუ არ იქნა წარდგენილი ან დაგვიანებით იქნა წარდგენილი დეკლარაცია? კი ბატონო, ყოველთვიური იურიდიული პირები იხდიან მოგების გადასახადს განაწილებული მოგების მიხედვით და შესაბამისად დეკლარირებაც უწევთ ყოველწლიურად. აქ უნდა გამოვყოთ ერთი საფინანსო სექტორი, ეს არის ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ლომბარდები, სხვა ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც წლიურად წარმოადგენენ მოგების გადასახადს და იხდიან და დეკლარირებენ ასევე 31 მარტის ჩათვლით. დანარჩენი, რომლებიც მოგების გადასახადს იხდიან განაწილებული მოგების მიხედვით, ყოველთვიურ დეკლარირებაზე არიან და უწევთ ყოველთვიურად წარმოადგენენ მოგების გადასახადის დეკლარაცია. შეღავათები, რა თქმა უნდა, ამ სფეროშიც არის და შეღავათიანი დაბეგრის რეჟიმებიც აქაც არის. მაგალითად, თუ ჩვეულებრივად საფინანსო ინსტიტუტები მოგების გადასახადს 20%-ით წოდენობით იხდიან, გვაქვს ესეთი მოგების გადასახადის შეღავათიანი დაბეგრის განაკვეთი 5%, თუ საერთაშორისო კომპანიის სტატუსით სარგებლობს კომპანია მოგების გადასახადს მხოლოდ 5%-ს იხდის. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი კი ენიჭება იმათ, ვინც IT მომსახურებას ეწევა საზღვარგარეთ არარეზიდენტებისათვის. მოგების გადასახადისაგან განთავისუფლებული არის აქაც მაგალითად კოოპერატივები, რომლებიც სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში არიან დასაქმებულები, მათ მიერ მიღებული მოგება განთავისუფლებულია საერთოდ მოგების გადასახადისაგან. ასევე თავისუფალ ინდუსტრიული ზონის საწარმოები დაშვებული საქმიანობის ნაწილში მოგების გადასახადისაგან არიან განთავისუფლებულები. შეღავათები მრავალმხრივია და ბუნებრივია, რეჟიმებიც შესაბამისად ადაპტირებულია იმისათვის, რომ ბიზნესმა მარტივად აკეთოს საქმიანობა და ზოგადად მოიხსენებათ საგადასახადო ტვირთიც მძიმე არ არის საქართველოში, არამედ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ვართ ტვირთის მსუბუქი ტვირთის მხრივ. კი ბატონო, მართლაც განსაკუთრებით გამორჩეულ ნაწილს ხშირად ვახსენებთ ხოლმე სხვადასხვა კვლევებს და შეფასებებს ანალიტიკური ორგანიზაციების, სადაც მართლაც საგადასახადო ნაწილი, როგორც ადმინისტრების ეფექტურობა, მართლაც სიმარტივე ისე დაბალი საგადასახადო ტვირთი ჯამში ყოველთვის ყველა მხრიდან ხაზგასმულია. არა მხოლოდ საქართველოში ვსაუბრობთ ამ თემაზე, არამედ საერთაშორისო შეფასებებში ეს ყველაფერი აღნიშნულია. და დღევანდელი დღე 1 აპრილი ესეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თარიღია გადასახადის გადამხდელებისთვის. ფაქტურად ეს გულისხმობს საწარმოო ორგანიზაციის მიერ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენას და გადახდის ვალდებულებას. მე ჩემ თავზე გამოვცადე ჩვენი ორგანიზაციის ბუღალტრის დაჟინებული მოწოდებით, რომ ეხა ბოლო ვადა გვაქვს. ამ ნაწილში რაც გულისხმობს ეს ნაწილიც რომ გითხრათ. კი ბატონო, 1 აპრილი არის საწარმოოთა და ორგანიზაციათა ქონების გადასახადის დეკლარირების
ბოლო ვადა. რაც შეეხება გადახდას უძრავ ქონებაზე, გარდა მიწისა ის გადახდის ვადა იგივე არის 1 აპრილი, ხოლო მიწის ნაწილში დეკლარების ვადა კი არის 1 აპრილი, ხოლო გადახდის ვადა არის მიმდინარე წლის 15 ნოემბერი, არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. ვინ არის ქონების გადასახადის გადამხდელი? საწარმოს ორგანიზაციას, რომელსაც აქვს ბალანსზე ძირითადი საშუალება, რომელიც გამოყენებულია ეკონომიკურ საქმიანობაში, იქნება ეს შენობა ნაგებობა, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, აქტივების სხვადასხვა ინვენტარი, სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის. ბალანსზე რისკულ ქონებაზე არიან ქონების გადასახადის გადამხდელი. რა თქმა უნდა, კი ბატონო. კი ბატონო. ასევე დღევანდელი დღის ჩათვლით ბიზნეს სუბიექტები, ესეც ასევე ჩვენ თავზე გამოვთქვათ, ბიზნეს ინსაიდერი ჯერ პატარაა მაგისტრის, მაგრამ ბიზნეს ინსაიდერის პარტნიორი კომპანია ასევე ჩვენი ჰოლდინგის კომპანია. ვალდებულები არიან, რომ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ სარეგისტრაციო მონაცემები. ამაზე ჩვენ იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან ერთადაც ვსაუბრობთ ბიზნეს ინსაიდერის ეთერში, ასევე როგორც იუსტიციის სახლის ხელმძღვანელთან ერთად და თქვენთან ერთად გვინდა ახლა ამ ნაწილზე ვისაუბროთ. არც თუ რთული პროცესი, აი ჩემ ვისაც ჯერ კიდევ არის დრო ამ კუთხით თუნდაც დღევანდელი დღე, მე საკუთარ თავზე გამოვცადე და პირადად ვიყავი, ამიტომ ძალიან მარტივად, უსწრაფესად მოგვარდა ეს საკითხი. რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას? ხო, ბევრს გონია რომ არაფერი მიუხედავად იმისა, რომ გადავადდა და დაწესდა საშეღავათო პერიოდი, მაინც ბევრი თulis რომ აი არაუშავს ხე კიდევ ერთხელ. სინამდვილეში რა პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას თუ ეს ვერ მოესწრო მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაკეთდა ნებისმიერი იურიდიული პირისთვის იმ პირობის შესაქმნელად რომ აი მოგვარებულიყო. კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვა იყო. უბრალოდ დავაზუსტოთ, რომ ეს ეხება მხოლოდ იურიდიულ პირებს, არავითარ შემთხვევაში ინდივიდუალურ მეწარმეებს და 1 აპრილიდან, ანუ ხვალიდან შეზღუდებათ უკვე საგადასახადო მათ შორის ოპერაციებში მონაწილეობა. აქ იგულისხმება ნებისმიერი იქნება ეს საგადასახადო თუ საბაჟო მიმართულებით ოპერაციები. რას ნიშნავს, რომ ვისაც არ ექნება ხელახალი რეგისტრაცია გავლილი, ჩვენ შეუზღუდავთ მათ წვდომას ჩვენ სერვისებზე. ორივე მიმართულებით. ვერ წარმოადგენენ დეკლარაციებს, ვერ განახორციელებენ გადახდას, ვერ მოითხოვენ სერვისებს, ცნობებს, სხვადასხვა ინფორმაციას, წვდომა, სანამ არ გაივლიან ხელახალ რეგისტრაციას. თუ გაივლიან ხელახალ რეგისტრაციას, რა თქმა უნდა, აღუდგებათ ამ პროცესის გავლისთანავე. დრო იკარგება და არის ახლა საშუალება. რა თქმა უნდა, არის საშუალება იმისათვის, რომ მიმართონ დროულად ამ პროცესებს, იმიტომ რომ წინაგულ შემთხვევაში შეუფერხდებათ ეს ოპერაციები, რომლებიც უკავშირდება საგადასახადო და საბაჟო ოპერაციების ხელმისაწვდომობას გადასახადის განახორციელებას. კი ბატონო, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა ჩვენთან საუბარში, რომ მსუსხავი ეფექტი ექნებოდა და აი ახლა მივხვდი რა არის ეს მსუსხავი ეფექტი, მართლაც ძალიან მსუსხავი ეფექტია და მიხარია რომ მოვასწარი ეს ნაწილი, მართლაც ძალიან მარტივია. მინდა კიდევ ერთხელ ყველას ვუთხრა, რომ ეს არის აი უმარტივესი პროცედურა, უბრალოდ მართლაც რამოდენიმე წუთი და არა მეტი გვჭირდება ამ პროცედურის გასავრად. აუცილებლად მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, შემოსავლების სამსახური არის ძალიან გამორჩეული ციფრული მომსახურების ინოვაციების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის ინიციატივის ფარგლებში მოხდა საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციებისათვის ახალი დანართის შემოღება. როგორ ხდება საერთაშორისო კონტროლირებული ტრანზაქციების ანალიზი და მათი შეფასება მნიშვნელოვანია ეს ნაწილი და უფრო მეტი რომ გითხრათ ამ ახალი ინიციატივის შესახებ. კი ბატონო, მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციები შეისწავლება შემოსავლების სამსახურში, ეს არ არის ახალი პროცედურა, 2011 წლიდან არის კანონმდებლობაში ეს პროცედურა, ჩვენ ვსწავლობთ, რამდენად ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადგენილი ფასი შეესაბამება საბაზრო ფასს, ანუ გაშლილი ხელის პრინციპს ეფუძნება თუ არა ესადვის კომერციული თუ ფინანსური ოპერაცია. ამის ანალიზი სისტემატურად ხდებოდა, უბრალოდ ეხლა მოხდა წელს სისტემატიზაცია და დანართებს მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციას დაემატა დანართი, ასევე ესტონური მოდელით მოგების გადასახადის გადამხდელი იურიდიულ პირთათვის მარტისთვის ანგარიშო პერიოდი არის ანგარიშების პერიოდი, იმისათვის რომ 2025 წელზე თუ ქონდათ ესეთი ინფორმაცია, წარმოგვიდგინონ ინფორმაციის სახით და აქ დავაზუსტებთ იმას, რომ თუ ტრანზაქციის ოდენობა აღემატებოდა 500,000 ლარს, მხოლოდ ამ შემთხვევაში უწევთ მათ ამ ინფორმაციის წარმოდგენა შემოსავლების სამსახურში. კი ბატონო, არა ყველას განსაზღვრულია ეს. რა თქმა უნდა, ეს არის დადგენილი კი მინისტრის ძალებით, რომ ტრანზაქციის ოდენობა 500,000 ლარის ოდენობაში შეიტანება ასევე უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება და ასევე დებიტორული კრედიტორული ნაშტები, დავალიანების ნაშტები გაითვალისწინება ამ ოდენობის განსაზღვრისას.
კი ბატონო. ბატონო, აუცილებლად მინდა დასასრულისკენ რომ შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ შევახსოვოთ, რას გულისხმობს სავადო თარიღები, ისევე როგორც აუცილებლად მინდა გკითხოთ, რას უნდა ველოდეთ 2026 წელს შემოსავლების სამსახურის ხრიდან ამ კუთხით, მინდა ჩვენ ვნახეთ არაერთ საინტერესო ინიციატივა, მუდმივად გვანებივროთ ამ წელში კითხვებით ჩდება, რომ კიდევ რას ველით. რა თქმა უნდა 2026 წელსაც ბევრი სიახლეებით შევხვდით, მათ შორის ახლა დარეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირებთან მიმართებაში ჩვენ შევქმნით სპეციალური მოდული გადასახადის განახორციელებისათვის, რომლებიც დარეგისტრირებისთანავე ღებულობენ ჩვენგან შეტყობინებას, ინფორმაციას მათ ვალდებულებებზე და უფლებებზე, საგადასახადო ანგარიშგების თვალსაზრისით, ასევე ღებულობენ შეთავაზებად, რომ თუ მოითხოვენ, მათ დაუკავშირდებათ ოპერატორი, საგადასახადო ოპერატორი, რომლებიც დეტალურად აუხსნეს მათ მოახლოებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ გეგმავთ განვახორციელოთ ჩვენი ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია, სერვისების ოპტიმიზაცია და ავტომატიზაციის მიმართულებით აქტიურად ვიქნებით ჩართულები ამ მიმართულებით, რათა მარტივად გაუმარტივოთ, უფრო მეტად გაუმარტივოთ ბიზნეს ჩვენთან ურთიერთობას საგადასახადო სერვისებით თუ საბაჟო სერვისებით სარგებლობა. რაც შეეხება სავადო თარიღებს. სავადო თარიღები ეს არის როგორც მოგხსენებათ წლიური სავადო თარიღი ახლებისათვის ეს არის მითითება სწავლებას ხოლო ძველებისათვის შეხსენება ჩვენ ტრადიციულად ვეწევით ფართო კამპანიას რათა გადასახადის განამხილებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია მოახლოებულ სავადოებთან დაკავშირებით როგორც პირად პორტალზე ასევე SMS შეტყობინებების გზით ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დაჯარიმება ჩვენ გვინდა რომ დროულად წარმოგვიდგინონ დეკლარაციების, სწორად შეავსონ მონაცემები, რათა შემდგომში აიცილონ საგადასახადო სანქციები, რომლებიც შესაძლებელია მოყვეს დეკლარაციის ან დაგვიანების წარმოდგენას, ან გადასახადის დაგვიანების გადახდას. ჩვენ ყოველთვის ვართ ორიენტირებულები და იმაზე რომ პრევენცია მოვახდინოთ ამ მიმართულებით და წლიდან წლამდე გვაქვს მზარდი სტატისტიკა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ღონისძიებას, ამ კამპანიას აქვს ეფექტი ნამდვილად. კი ბატონო, აბსოლუტურად ნამდვილად აქვს ძალიან დიდი ეფექტი და რაც თავარია, ჩანს კიდევ ერთხელ რომ შემოსავლების სამსახური ბიზნეს ჩვენ ყველას გვიყურებს როგორც ჩასაფრებული, არ როგორც პარტნიორი და გვიადვილებს ანუ ყველა სხვა ჩვენს ყველა ახალი სერვისი არის გაადვილება ბიზნეს სუბიექტების საქმიანობის და ჩემს მაგალითზე შემიძლია თქვა ჩემი კომპანიების მაგალითზე ამ ნაწილში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო, წარმატებას გისურვებთ. მე დარწმუნებული ვარ, წელს ასევე არაერთხელ საინტერესო ინიციატივების შესახებ ჩვენ ვისაუბრებთ. ბიზნეს ინსაიდერი კი დღეს დასრულებულია ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეების შესახებ ჩვენ და თქვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვნახოთ ჩვენს ვებგვერდზე Business Insider-ში. მე უკვე ხვალამდე გემშვიდობებით.